ვითაც სახიერას მაგას მოყვარე სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა ამინ. ზმანო და დანო დღეს ძალიან დიდ სიხარულში ვარ. ჩვენი მრევლი უფალმა უშინ ისეთი დიდი საჩუქარი გავიკეთა, ისეთი დიდი სასწაული იყო ეს ყველაფერი. ნელ-ნელა შევეხოთ ამ საკითხს. უპირველეს ყოვლისა ეხლა ვთქვათ, რომ დაიწყო მეზვერე და ფარისევლის კვირა, მეზვერესა და ფარისევლის კვირა, ზმანო და დანო და აი რა არის რელიგიური ცხოვრება, აღწევს ეს იგავი კარგად. როგორც ძველ აღთქმის დროს, ისევე ახალი აღთქმის დროს, დღესაც აი რა არის რელიგიური ცხოვრება, რა არის მორწმუნეობა. მორწმუნეობა არის ჩემო ძვირფასებო, აი ეს მეზვერე, რომელიც ხედავდა თავის თავში უდიდეს ცოდვებს, იდგა თავისთვის კუთხეში და ამბობდა, ღმერთო, მილხინე მე ცოდვილს ამას და შემიწყალე მე. მარტო თავის ცოდვებზე ფიქრობდა, თავის უწვლებაზე ფიქრობდა, არავის არ განიკითხავდა აბსოლუტურად. აი გამართდა ესეთი ადამიანი. ეს არის რელიგია ჩემო ძვირფასებო. ხოლო ფარისეველი რას აკეთებდა? სიწმინდეზე ლაპარაკობდა, საერთოდ ვერ ხედავდა თავის ცოდვებს და მარტო სხვის ცოდვებს ხედავდა და ამბობდა, რომ აი ეს როგორც ესეთიაო, მეზვერეო, ესეთი ცოდვილიო, ქვეტექსტი ესე რა მინდა აქ, ესეთი ამის გვერდზე, ესეთი რო არისო, მეზვერე. დღესაც ზუსტად ანალოგიური არ ხდება, ვითომ რომ მოიმიზეზებენ ეკლესიაში როგორ უნდა ვიარო, ეკლესიაში რა ხდება, ნახეთ რამდენი ცოდვილები არიან, ხმას არიღებ და რაღაც ასეთი პრეტენზიები აქვს. რა არის ჩემო ძვირფასებო? რა თქმა უნდა, ხმა უნდა ამოვიღოთ, რაც ხდება უკეთურება, მაგრამ ისე კი არა რაღაც ზემოდან, სიმდაბლით უნდა გავაკეთოთ ეს, ამასაც დიდი მნიშვნელობა აქვს. თორე დავიმსგავსებით იქ ფარისეველი და საერთოდ რელიგიური ცხოვრება არის ესეთი. ხან ჩვენ სხვებზე კი არ ვლაპარაკობთ. ჩვენ ვარ ფარისეველი, ჩვენ ვამაყობთ ხანდახან და კარგია რომ თუ ვართ ხოლმე მეზვერეების და ტირი ვართ ჩვენ ცხოვრებას. ესაა ყველაზე თავი. ამიტომ რელიგიური ცხოვრება თუ ვინმეს ნახავთ პოზაში ყოფს, ვინც ღინდა იყოს ის სასულიერო პირი იქნება თუ ერის კაცი, იცოდეთ რომ ის ფარისეველი არანაირი რელიგია მასში არ არის, არაფერი რელიგიური მასში არ არის. ხოლო თუ ნახავთ და მადლობა ჩვენ ხედავთ ასეთ სასულიერო პირებსაც, ხო? უპირველეს ყოვლისა ჩვენი პატრიარქი, იმ თავმდაბალ ეპისკოპოსებს, იმ თავმდაბალ არქიმანდრიტებს, ბერებს, სასულიერო პირებს, ვინც არიან თავმდაბალი, აი ესენი არიან და იმ მრევლს, რომლებიც ეკლესიაში მოდიან, მხოლოდ და მხოლოდ ამ განწყობთ. ჩემო ძვირფასებო, ჩვენ კიდე დავუბრუნდებით, დღეს კიდევ რამოდენიმე საკითხი, ეს დამიჭირე, ჩამოვწერეთ, მაგრამ მე ესეთი კითხვა დამისვეს, რომ მამაო, შენო წინა კვირასო, 5 საკითხი თქვიო, აი აქ მაქვს ჩამოწერილი და აქედან 3-ო ვეღარ ჩაატიო. ხო და აი რაშია საქმე, მინდა რომ პასუხი გაგცეთ. ესე იგი, რატო ვერ ჩავატი? ნახეთ, იმიტომ ვერ ჩავატი, რომ ქადაგება გავს ნადიმს, აი რომ შევადაროთ რა, ქადაგება გავს ნადიმს, აი ნადიმია და კარგ განწყობაზე ვარ და მოკლედ თქვათ ქეიფო. და ნახეთ რა ხდება, თუ გაძეხი, ხო? სუფრაზე, ქორწილია თუ რაც არის, თუ გაძეხი, მე თუ გინდა საუკეთესო რაც შენ გიყვარს, გოჯის ხორცი, წვადი, კაბაბი, ხიკალი, რო შემოიტანო, ვეღარ შეჭრა. ესევია ქადაგება, რაღაცნაირად, აი მრევლი რო განცხება, გძნობ ამას და მეც ასე რომ
ასე ვთქვათ, შეიძლება ესე იგი დავნახდები. მე ვეღარ ვიტყვი ვერაფერს, გამიგე? იმ ნადინის არ იყოს ეგრეა, თუ აღარ გამოდის, მე აღარ შეიძლება როგორც სუტრაზე აღარ შეიძლება მე უკვე ჭამა დასვლა უკვე არ ამიტომ ხდება ეს რომ საკითხებს კი ჩამოვწერთ, მაგრამ მე თუ გამძეხი გადაგებით, თქვენ მოსმენით, მე სიტყვით, მე უკვე ზედმეტია უკვე ხვდები და ამიტომ ვაჩერებ, ამიტომ მოხდა ეს. ვეცდები დღეს ისევ შევავსო ის ნაკლოვანება, რაც წინა გადაგებაში ესე იგი დავაკეთეთ. მაგრამ ჩემო ძვირფასებო, ჩვენ გუშინ აქ ამბები შეგვეთქვა, მე ესეთი რამე აი მესამე წასში რო ითქვიან ზუსტად დავფრინავთ, რო ითქვიან არა ხიბლი, არამედ დიდი სიხარული, დიდი სიკეთი, დიდი მადლი, ქრისტესი და აი რა მოხდა. საოცრება რა არის, იცით რომ მე ვთქვი რომ ძალიან რთული დროა, ძალიან რთული. წარმოიდგინეთ რომ სახელებს და გვარებს თავი დავანებოთ ყველაფერს პირდაპირ ვილაპარაკოთ. მოკლედ რა ხდება? მორჩა დამთავრდა დემოკრატია და პირდაპირ დაიწყეს გრენლანდია ჩვენია, დანია ჩვენია, აქეთა ყველაფერი ჩვენია, იქით ნახევარსფერო, აქეთაც აფრიკა, რაღაცები თქვენს უკვე დანიის გარდა თუ უკრაინასაც ეტანებიან და მოკლედ მთელი ამბებია. სინბირს დამისნებულებია, ეს იცით ახლა გულობულები ხო არ ახლა იცით ხო ამ ანტიქრისტიანულ ძალებს რომ უნდა ჩაიგდონ მთელი მსოფლიო და დაიწყეს ეს. ჩვენ გავართ წკიბზე, ჩემო ძვირფასებო, აპოკალიფსის წკიბზე. ოღონდ წკიპის რა არის, იცი? წკიპი ხო ის არის, აი რომ ცოტა რო დარჩება, აი წკიბზე რო დარჩება, ცოტა რო რჩება. დროის მიხედვით წკიპი ნიშნავს, აი აჰა, სადაც არის დაიწყება. მაგრამ ეს წკიპი მაინც დრო არის. ჩვენ არ ვიცით ეს რამდენხანს გაგრძელდება. მაგრამ წკიბზე გავართ ხალხო ახლა. თავს ხო არ მოვიტყვეთ. თუ მშვიდობა იქნება, ხომ კარგი გავაგრძელებთ ყველაფერს, წირვალოცვა მშვიდობიან ცხოვრებას, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. თუ აირია სიტუაცია, თუ წკიბზე გავარ და აპოკალიფსური დრო დაიწყო, მაშინ აი გამოთქმა როა დედაშვილს არ აიყვანს ხელში ისეთი ამბები შეიძლება მოხდეს, რომ აი მაშინ უნდა ვიცოდეთ წინასწარ ჩვენ ხო კიდევ ვიმეორებ თუ მშვიდობა იქნება რა ჯობია, თუ არა მაშინ უნდა თითოეულმა თქვენთაგანმა, ჩვენთაგანმა გადაირჩინოს უნდა და რას ნიშნავს გადარჩენა? ნიშნავს იმას, რომ აღმოხდეს შენ უკანასკნელი აი სუნთქვა ქრისტიანი, სინანული ქრისტეს დინებაში გავიდეთ ამ. ესაა თავი მიზანი. ასე რომ ნახეთ რა კაია, იქნება მშვიდობა, ხო კაია, არ იქნება და მაინც სიკვდილი შვილები ხო ვართ კაცო ადვენტურია გავალ და უნდა გავიდეთ ქრისტიანობა. არაფერი არ არის სატრაგედია. ეხლა ნახე რა მოხდა ჩვენ ცხოვრებაში, ჩვენ და ჩვენ ცხოვრებაში. ხალხო, ესეთი დაძაბული სიტუაცია და უცებ ხდება ეგეთი რა. გამოჩნდა, აი ხო თითქოს ვამბობ სათხარის სტარეცისა და ასე შემდეგ და გამოჩნდა ჩვენო ძვირფას აი ამ აძაბულ სიტუაციაში ამ რაღაცა მე ვამბობ 1-2 კვირის განმავლობაში გამოჩნდა სტარეცები, როგორც ცოცხლები, ისე მიცვალებულები. რას გულისხმობ? თქვენ აგერ 25 დეკემბრიდან ცოტა მეტი არა თლად 2 კვირა არა 25 დეკემბერს იყო პატრიარქის აღსაქმების დღე. თქვენ იცით მე 24-ში გამოვედი ობიექტივის ტელევიზიით და ვილაპარაკეთ. მე მგონი 24-ში იყო ეს პატრიარქზე მთელი გადაცემა მეუძღვენით პატრიარქს, გავიხსენოთ პატრიარქი. ესე იგი მე სულ მალე იყო უკვე პატრიარქის დაბადების დღე 4 იანვარს. პატრიარქი ახალ წელს ეხლა ვერ შევხედეთ ისეთ თემას და ახალ წელს უნდა შევეხოთ მომავალში თუ არა, ნუ როდისმე უნდა შევეხოთ, ყველა მოეკითხება, უნდა ვიზუალოთ თუ არა ახალი წელი და რა არის ეს ახალი წელი, შეიძლება თუ არა ამას შემდეგ სხვა დროს. და პატრიარქი გამოვიდა და თქვა, მოგვილოცა და თქვა, დიდი გამარჯვება და პატრიარქი ახლა მე ვიხილავ როგორც პირველი სტარეცი, ასე ვთქვათ, პირველი ბერდი. მაკედან იწყება ყველაფერი. და ნახეთ რა თქვა ჩვენმა უწმიდესობამ, როგორი საიმედო მართალი ვითარცა ფინიკი აყვავდეს
და ვითარცა ნაძვი ლიბანისა გამრავლდეს. ახალ წელს ვითხრა ეს პატრიარქი. შემდეგ ჩემო ძვირფასებო, აგერ შუაში 28 დეკემბერს არქიმანდრიტ რაფაელის ხსენეთი ის იყო, რა ქვია, დაბადების დღე. ჩვენ სპეციალურად აღვნიშნეთ, აქ ეს სტარეცი მეორე ნომერი მყავს, ეს არქიმანდრიტი რაფაელი, არქიმანდრიტ რო სტარეცი ეხა ყველა ხო იცით ეს და ბებნიდია და რა წინასწარმეტყველებები აქვს და როგორ ადამიანის სულში ყველაფერს ხედავს, წინასწარ რა ხდება ყველაფერს ხედავს, რა ქადაგებები აქვს, მაგრამ დიდად სამწუხაროდ ბევრი აუჯს და ცუდს ამბობს, მაგრამ რაფაელს ეს უნდა იცოდეთ თქვენ. მაგრამ ზოგ გულუწყვილოს ან უბრალოდ პატიოსანს, რომელსაც არ ესმის ეს, იმიტომ რომ კირილი ალექსანდრელი ხო გახსოვთ, იოანე ოქროპიძე ამბობდა იუდა. გამიგეთ? ვერ ხდებოდა. მაგრამ ბოლოს ხმეთქმა მიახვედა და მე წამს რომ ის კარგი ხალხი, რომლებსაც მე ვიცნობ, მაგრამ არა კაი წარმოდგენა მამა რაფაელზე, ადრე თუ გვიან მიხვდებიან. მაგრამ დანარჩენი ბოროტები, რომლებიც მასზე ცუდს ამბობენ სტარეცზე, მე მინდა გავახსენო, რომ მამა რაფაელი თან ნესტორიანობას უაბრალებენ, ეს უსინდისოები. აპატიოს მეთქმა მე გეტყვით ეს რატო აპატიოს. ესე იგი აბრალებენ ნესტორიანებას, ესე იგი წარმოიდგინეთ ღვთისმშობელზე ისეთი ქადაგებები აქვს პატრიარქს, იმას პატრიარქსაც ხო აქვს, მამა რაფაელს ისეთი ქადაგებები, ჩემო ძვირფასებო, რომ მისი შეურაცხყოფა უნდა იცოდენ იმათმა, მისი შეურაცხყოფა იქნებ რაღაცა ვიხაცა მიხვდეს ამი, ამ კაცრის სიტყვით, ჩემგან, რომ მისი შეურაცხყოფა ნიშნავს ღვთისმშობლის შეურაცხყოფას, ჩემო ძვირფასო. და თუ კიდე ესე გაგრძელებენ, იყვნენ მაშინ ღვთისმშობლის შეურაცხყოფლები, თუ ეს უნდათ მათ, მაგრამ არ ამბობ. და წმინდანებზე, ქართველ წმინდანებზე ისეთი სასწაული ქადაგებები აქვს, მაგრამ რაფაელს რომ ვინც მას შეურაცხყოფს, ქართველ წმინდანებსაც შეურაცხყოფს, ნებით თუ უნებით. ხო და ხალხო, მამა რაფაელი თუ ეხლა ავად იყო რაღაცა არ ქონდა კაი მდგომარეობა და დიდი სასწაული მოხდა, რომ მამა რაფაელმა აი ამ ცუდათყოფობის დროს ბევრი რამ საოცრებები თქვა. წინასწარმეტყველები, მაგრამ ამის შესახებ სხვა დროს მე გეუბნები, რომ აი ეს ყველაფერი გამოჩნდა ამ არეულ დროს. მესამე, ჩემო ძვირფასებო, მესამე ეს არის ბერი, ესე იგი ამ არეულ დარეულობის დროს, ეხლა ჩემთვის აი ესეთი ამბები გასაწყობია. ბერი პავლე იყო ძალიან დიდი წმინდანი. გარდაიცვალა. მე შევთანხმდი მამა რაფაელს მოცოქურთხევით, რომ მან მითხრა, რომ 2 კვირა მხოლოდ პატარა პური უნდა მეჭამა ნაჭრეთ და წყალი და ბოლო 3 დღე უნდა სრული შიმშილი და დავთანხმდი და მან ბერი ეს ათონელი ბერია პავლე და მან მითხრა, რომ ისა ხალხო ვალერი მაპატეთ, იმიტომ შეცდომა მიყვება ვეღარ ბერი ვალერი მაპატი, ბერი ვალერი და მან მითხრა, ოღონდ არ მიიღო შაქარის ამალიო, შაქრის საწინააღმდეგო სიოქო. ხო და კაი მეთქი ეხლა შევთანხმდი. ხალხო ის არის ათონზე. მე ვარ აგერ ოთახში ვიჯექი და შიმშილობ და ბევრ წიგნებს ვკითხულობ, რომ ეხლა ხო შიმშილო რა უნდა გააკეთო ეხლა და შრომობ, შიმშილობ და ბერი ისა მე ვიფიქრე, რომ კაცო ერთ პატარა პურს ჩამ დღის განმავლობაში რას გაიგებს ეხლა მეთქი რა აბერსიოფორს დავლებ მეთქი რა დავი 5 წუთში მოდის ვახო ჭოლოკავა და მეუნება რატომ მიიღეს სიოფორი საიდან შენ მეთქი ესე დამირეკავა ვალერი გესმი დავით აღმაშენებელს რო ქონდა ესეთი ხო ის ყველაფერი რო იცოდა მის ცხოვრებაში რო ეწერა და ზოგი რო ვერ ხდება რა ხდება და აი ამის პრაქტიკულად აი მე ვიყავი ამის მონაწილე მაგალითად ასე რომ ბევრი პაის ისა მე ვალერი რამ ჩამოწერდა პავლე რაფერი მე მეორე პავლეზე ხალხო ამ დროს გამოჩნდა მომეთ სურათი ორი კვირის თავზე ჩემ სახში გაჩნდა ის სურათი არც ვიცი ვინ არის ვფიქრობ გარდაიცვალა აღმოჩნდა რომ ეს არის არქიმანდრიტი
ილი, რომელიც გარდაიცვალა და იყო სტარეცი რუსეთის სამწუხაროდ გამორჩა, რატო არ ვიცოდი და მთელი რუსეთი იყო მის დასაფლავებაზე. გაჩნდა ჩემს სახლში სურათი. რაღაცა არ ვიცი, ჩემმა ბიჭმა ატონდა ჩამოიტანა ხო მე მგონი. უკეთ გაჩნდა, მე ჩემთვის გაჩნდა. პატრიარქ კირილი ცოტა ხანში აი მე ისთვისაც გუში რა ამბავი იყო, რა ზეიმი იყო მეთქი აქ. გუში მოვიდა ბერი პავლე გვესტუნა ასევე ბერდიდი ასე ვთქვა სტარეცი უბრალოდ ბერი პავლე ოღონდ სტარეცად არის აღიარე გამიგე ბერი პავლე რომელიც ახლა ვიღაცამ შეიძლება თქვას ცოტა უცნაურებები ქონდა რომ შეიძლება ვიღაცამ თქვას კაცო ეგ ვინ არის ჩვენ რა ვიცი აი რა ვიცით და გეტყვით და მიხვდები აი ამ დიდი სტარეცის არქიმანდრი ილის მიერ ნაკურთხია ეს ადამიანი მოგბერად და რა მოხდა ამ ადამიანზე ანუ მე ვლაპარაკობ ეხლა ის სურათი ვეღარ გადავიღებ რომ ბერი პავლე 31 წლისა ახალგაზრდა 5 წლის თუ 6 წლის ასაკში მოყვა ავარიაში და ნუ მკვდარი ეგონათ მაგრამ რადგან სულ თქავდა ეს დავიჭირეთ რადგან სულ თქავდა რაღაცა მაინც ჩაუტარეს და ააწყვეს რა როიტყვენ ააწყვეს ბავშვი და ექიმებმა თქვენსო ერთი თვე იცოცხლებს ალბათ და ეგ არისო და ეს ერთი თვე მოვლა უნდაო ახლა უპატრონო საერთარიო და ერთმა რუსმა ქალმა რომელიც ეხლა დღეს არის მონაზონი ნინო აიღო თავის თავზე მე უპატრონებო შეეცოდა ბავშვი წაიყვანა იშვილა და გადარჩეს 31 წლისა ეხლა და ამ ილი მუთხრა, აი იმიტომ ამბობ, რომ ვინმე რო თქვას, რომ ჩვენ რა ვიცით ეს ბელი, ილი მუთხრა, ამასო მიხედეო და ცხოვრების ბოლომდეო უპატრონეო და მონაზვნად აკვეცეს ეს დედა ნინო, რომელიც დღესაც უვლის როგორ ინვალიდ პავლეს, იცით ჩემო ძვირფასებო, რომ ვერ დადის, ხელს ძვლის წევს, ეთლშია, საჭმელს ვერ ჭამს თუ აი არ დაუბრენდელე და აი სუპი და რაღაცა ისეც რომ ჭამს ყოველ დღეზე არის რომ ჭამს აი რასაც შეჭამს 2/3 გადმოდის ეს დედა ნინა წმინდავს თლიანად იმიტომ რომ ნაზიარები ხო რაღაც რჩება წმინდს ესე სველი სამფეთქებით ტომრებში აგროვებს მთელი დღის განმავლობაში მერე წვავს უბრალოდ არც მოსვენება და არც დღე, არც ღამე წარმოიდგინეთ რა ღვაწლშია დედა ნინო. წარმოიდგინეთ რა, უბრალოდ რა ღვაწლშია და ეს პავლე ხალხო პავლეს რადგან ესეთი ყოველ დღე ეზიარება და რადგან ესეთი მდგომარეობა აქვს, როგორც ეთყობა, მან მიიღო ქრისტეს მადლი, ანუ ქრისტია დავანებული. გამიგეთ? ახლა აქ ჩვენ თენგო სტუმრობდა და ჩვენი მარტინი და მარტინმა მითხრა რომ ესე იგი პარასკევს მითხრა რომ შაბათს აქ რო აზიაროთ კი ბატონო მოიყვანეთ მამა მირიანი წირავდა დავით და კონსტანტინეში და რაღაცა ვიწრო წეში ახლა მეც უცებ მოხდეს ყველაფერი ვერ გავიგეთ მაგრამ ეთყობა გავსევდა ხმა და 100 კაცამდე მაინც ხალხო მოდიოდნენ აი ისეთები რომ ვინც რაღაცა უჭირდათ ფიზიკურად, სულიერად, გამიგე? აი, მე მინდა წაგიკითხოთ ზუსტად აი ესეთი ამბავი ხდებოდა აქ ჩვენთან. გამიგე? აი ნახეთ, რაღაცა პირადული ყველას გაგვიცით ესეთი, მაგრამ აი ესეთი. ის ხდებოდა რაც საქმე მოციქულთაში წერია, ჩემო ძვირფასებო. მოციქულთა ხელით. გამიგე და სულ ასე ხელი ეს პავლე გადაღებულია მე ნახავ აი ესე ხელი მოციქულთა ხელით მრავალი ნიშანი სასწაული ხდებოდა ხალხში აი რაც გუშინ გამიცადა სულ უფრო და უფრო ემატებოდნენ უფალს მორწმუნეები უფრო და უფრო მეტი მოდიოდა მრავალი მამაკაცი და დედაკაცი ბევრი მოდიოდნენ მოხავდათ სნეულები და ყველანი იკურნებოდა გამიგეთ ხალხო არ მინდა ხა მიმთხოვეს არ დაასახელო ავადმყოფები იყვნენ, რომლებიც განიყურნენ სასწაულს. ერთი მოვიდა და განეკურნა, მაგრამ ფეხს ვერ წვედი ზემოთ. აცია მე უთხარ ფეხს, აცია
შევა ვიცოდი რომ ეწევდა და ახლა მეც გამიკვირდა აბა აცია კაცო ფეხი ეს ჩაწია აცია ჩაწია მეორე მოვიდა მესამე მოვიდა ხა არ ვასახებ გამიგე სასწაულები ვინც არ განიკურნა იმათთვის მინდა რაღაცა ეხა ფლად დაელოდე დიდი იმედით რომ მომავალში განიკურნები ან რაღაც დიდი პლუსი იქნება თუ ღმერთი ესე იგი სულის სასარგებლოდ არტოვებს იმავათყოფო ხალხო სასწაულები ხდება მე არ მინდა ხა ჩემზე მოვყვე კიდე რაღაცა უხერხული და სასწაულები მოხდა გამიგე და მე ვიცოდი რომ ამ ადამიანს დავანებული იყო ამ ადამიანში იყო დავანებული ქრისტეს მაგი ქრისტე ხო და კოცნი ვეხებოდი სხეულზე ხან ხელზე ხან აქ კოცნიდი ხან შუბლზე კოცნიდი და იქვე ხალხი მოდიოდა და ეუნებოდა წინასწარმეტყველებას როგორ რა ხდება მის სახლში ყველაფერს ეუბნება გამიგეთ რა სასწაული მადლოსილი იყო და მე სადრიგზელოში უთხარი მე პატარა სუფრა ქონდა რომ მე უთხარი რომ არის ესეთი პატერიკი მეთქი რომ ერთი კაცი პავლე მოციქულის ეპისტოლეებს ყოველდღე კითხულობდა და პავლე აი რა კაია რომ ესეთი წიგნები გამოიცა პავლე მოციქულის ჯიბის თითქმის პავლე მოციქულის ეპისტოლეებს ყოველდღე კითხულობდა და მეტი არაფერი მარტო კითხულობდა ოღონდ ძალიან მომეტებულა და ამ დროს ეს კაცი გემზე მოხდა ხომალზე ძველი დროა და იღუპება გემი ისე ტალღები აიყირავდება და საჭიროა რომ გემის საჭეს ვინმე მოკიდოს ხელს მაგრამ ვინც მიდის ტალღა აქცევს ვერ მივიდა და ამ დროს ერთი დარტყმა და ეს ბიჭი წაიქცა გემბანზე და გონება დაკარგა და რომ მოვიდა ასე ხედავს რომ გემი დაწყნარებულად მიდის ტალღებში და საჭესთან დგას ვიღაც კაცი ვინახავ შენო მე ვარ პავლე მოციქული გამოცხადება შენო ყოველდღიურად რომ კითხულობდიო ჩემ წერილებსო მე უხილავად სულ შენთან ვიყავი მაგრამ ეხლა რომ გაგიჭირდაო აი მე ავდექი და უკვე ხილულად დაგეხმარი ანუ აქედან ის დასკრა უნდა გამოვიტანო ჩემო ძვირფასებო რომ პავლე მოციქულის ეპისტოლეები გამუდმებით უნდა ვიკითხოთ იმიტომ რომ ის არის მოზეიმე ისრაელის ახალი ისრაელის ანუ ქრისტიანების მოზეიმე ქრისტიანების და მოზეიმე ვარ ჩვენ ყოველთვის განსაკუთრებით კვირა დღეს როცა წირვა პავლე წინა ყოველთვის იმიტომ ვკითხულობ კვირა დღეს ყოველთვის პავლე მოციქულის ეპისტოლეს და არა სხვას და პავლე ჩვენ დაგვეხმარება და მე ვუთხარი სადრიგზელოში რომ აი ჩვენ ძალიან გვიყვარს პავლე მოციქული მისი ეპისტოლეები მეთქი მივმართავ ბერს და აქედან გამომდინარე ჩვენ მოსვლას აქვთ რომ პავლე მოციქულმა გამოგვიგზავნა შენი თავი ბერო პავლე მეთქი და შენი სახით ჩვენ პავლე მოციქულს სტუმრობთ აი ესეთი შეგრძნება გვაქვს მეთქი და ნუ ეს ძალიან ინვალიდია ვერ ლაპარაკობს თან ძალიან ისე ესმის მარტო დედანინოს და ამ დროს რომ გაუხარდა ბავშვი და ხარხარდა გაუხარდა და ამის შემდეგ მე ვთხოვდა ხა ვიღაცამ თქვა კაი ხა პავლე მოციქულს როგორ ადარებდა რა პავლე მოციქულს ვადარებთ ხალხო ქრისტია დავანები ქრისტია ჩვენ იმ პიროვნებას კი არ ვერ კოცნით პავლეს ვინმე პავლეს ბერს არამედ იქ დავანებულ მადლს ამ ქრისტეს ვეთხოვ ჩვენ ქრისტე შემოსილი ეს ადამიანი აქედან აქ ყურდების ძალა აქედან აქ ყველაფერი აბა რა შეეძლო ახლა მოციქულ პეტრეო ყველას ყურდნოდაო საიდან რა პეტრეს რა შეეძლო უარყო ქრისტე მაგრამ ქრისტემ დაივანა პეტრეში მერე სინანული და ის პეტრე კი აღარ იყო ის იყო უკვე დავანებული იყო მასში ქრისტე პეტრე იყო პიროვნება დავანე ასევე პავლე ხო ამბობს მე კი არაო ქრისტეს ძალით რა მიგე რასაც აკეთებ ასე რომ ჩვენ აქ ჩემო ძვირფასებო ვინმე პავლეს და ადამიანს კი არ ვეხები ეს ჩვენ ამას ვაკეთებდით და მორწმუნები იმიტომ რომ იქ ქრისტეს ვეხები ქრისტეს მადლია დავანებული ხო და ესე იგი ეს ბერი პავლე ესეც და ამის შემდეგ ჩემო ძვირფასებო
ჩამომიტანეს საჩუქრად 26 წლის კალენდარი მომეცით პატრიქსის ბოლო. ის კალენდარი როდესაც მას ამ დროს კაცო ეს არეულობა ხო არის რომ ყველა ეხა წკიბზევა და მართლა რა იქნება რა დროს რა დაიწყება და რა დროს აირევა მთელი მსოფლიო კაცი შვილმა არ იცის. ამ დროს მომიტანეს კალენდარი მაჩუქეს ესენი ხო ჩამოვთვალე. ამ დროს ნახეთ რა კალენდარი მაჩუქეს და გარდაცვლილი და ზოგი ცოცხალი ხელის ტარაცები ჩემს სახში იყვნენ. გამიგეთ რა საოცრება ხდებოდა. წარმოიდგინეთ ეხლა რომ იოსებ ვატოპედელი, პორფირი, აი ეს არის პორფირი, პაისი, რაც ყველა აქ ებრამი, ცოცხლები და გარდაცვალებულები. ნახეთ რა ხდება. და ესე იგი მე ეს ყველაფერი ჩემო ძვირფასებო, ნექტარიუსი ეს ყველაფერი ჩემო ძვირფასებო, მე აღვიქვი რომ აი ეს არეული დრო რო არის, ეს წმინდანები ცოცხლების და მიცვალებულების გამოჩნდნენ. გამიგეთ? ჩვენთვის გამოჩნდნენ. ჩვენს დასაცავად გამოჩნდნენ. აპოკალიფსში ხო წერია რომ ანტიქრისტე და მისი წინამორბედები და მსახურებიო ერთ ამბავში იქნებიან. რა თქმა უნდა, კაი გაგებით, ერთ ამბავში იქნება აქეთ ამ ხარიც. ნამდვილი ჭეშმარიტი ეკლესია თავის წმინდანები. აი ეს არის. ძალიან საოცარი დროა. აი ეს რომ სხვანაირად როგორ უნდა შეაქასო ახლა მე რაც ვილაპარაკე ჩემო ძვირფასებო. და მე მინდა დავასრულო მე მინდა და კიდე რაღაცები გამომჩანა რომ ვეღარ მატყევ რა. მე მინდა უბრალოდ დედა აგაფია ეს ახლა რა თქმა უნდა ის არ არის დედა მაგრამ სკი დედა ესწრებოდა ჩვენ წირვებს დედა აგაფია რუსეთიდან მე უბრალოდ მინდა ეს შევაფასო როგორც ძალიან ინტელიგენტი ესეთი განათლებული კარგი და ნამდვილად სახად მოაზროვნე ნამდვილი თანამედროვე ბერი თანამედროვე სუძველ იმას საფუძვლებზე მაგრამ აი რაღაცა ხოიც ხო მიხვდები რომ ადამიანი ფანატიკი არაა და საოცარია დედა აგაფია მათ ახდა და არ შემიძლია რომ არ მოიხსენიო და მინდა დავასრულო რა თქმა უნდა აი ესეთ ჩემ ცხოვრებაში ეხლა მოხდა და თქვენ ცხოვრებაში რადიოთი ისა ტელევიზიით გამოვიდა ეს ფრანგი უბრალოდ ქართველი კაცი რომელიც არის ცხოვრობს საფრანგეთში რომელმაც საოცარი რა ქვია ნინო გამახსენე გზამკვლევია კაცს რა ქვია მაქსიმე ესე იგი ლილუაშვილი ლალიაშვილი რატო არის ლალიაშვილი სასწაული პიროვნება რომელმაც საფრანგეთის მთელი სიწმინდეები მართლმადიდებლური სიწმინდეები აღრაცხა და ვინც ჩავა მართლა გზამკვლევია ეს იყიდება რა ეს სად იყიდება არ ვიცი შეიძლება იმაში შეხვიდეთ აი საფრანგეთში ვინც მოხდა და გინდა ყველაფერი წერია რა სიწმინდე სად არის მათ შორის ეკალი მაცხოვრის გვირგვინი და მისამართებია მოცემული აი ამ ავტობუსით შეგიძლიათ იქ მიხვიდეთ ამ მეტროთი აქეთ და ტელეფონები და ყველაფერი სასწაული შრომა და ეს კაცი გამოვიდა და თქვა ესეთი რა ჩემო ძვირფასებო ამით მინდა მე დავასრულო ქართველი ბერდიდით ქართველი სტარეცი მეო პარიზშიო თუ რამე შემეშნება შეიძლება არ ქალაქი შემეშალოს ან რაღაცა ესე უნებლიე მაგრამ თვითონ პათოსი თვითონ გარემო თვითონ აღმაფრენა ნახეთ რა თქვა ამ კაცმა მეო ვიყავიო ხო პარიზში და ერთ ტაძარშიო გაბრიელის სცენების დღეს ხო სწორად ვარ მივედიო და რას ხედავ შემოდიან მართლმადიდებლურ ტაძარში რა თქმა უნდა რუმინელები გაბრიელის ხატი და გალობით მამა ჩვენი გაბრიელი ურგებაცე ჩვენი გაბრიელი სალოსი და ამსარები ხმოაქვთ რუმინელებს ხატი გაბრიელის და გალობენ რუმინულად გაბრიელის სადიდებას ეს ჯგუფი ჩამოვიდაო მოდიან ფრანგები მართლმადიდებლები მოაქვთ გაბრიელის ხატი და გალობენ ფრანგულად გაბრიელის სადიდებას მოდიან ინგლისელი მართლმადიდებლები რომელთაც ასე მოაქვთ მოდიან
ნუ რა თქმა უნდა ქართული ჯგუფი იყო, ასევე ბულგარული ჯგუფი მოდიან და ესე იგივე რუსები ნუ თავისთავად და გაბრიელის სურათი და გალობა და ეს რა ვნახეო გაბრიელის ჩვენი მამა გაბრიელის სოფლიო განდიდება წარმოიდგინეთ ესე იგი ჩვენმა გაბრიელმა მოიცვა სოფლიო და მართლაც ესეა რა ხდება ხო იცით რა გაათქო და მოიცვა მთელი სოფლიო რა ხდება გაბრიელის ხატებია სოფლიოს ყველა მაყურებელ ტაძარში სადაც საბერძნეთიც გამორჩა ხო საბერძნეთის სერბეთში იყო სერბები გამორჩა ძალიან ბევრი მოდიოდნენ გესმით თქვენ რა დღესასწაული იყო აი ხალხო ეს მივიღოთ ჩვენ როგორც ღვთის დიდი მადლი და ამავე დროში პირდაპირ ღმერთი აი გვაჩვენებს რომ იგი ჩვენთან არის აი ხალხო ამ ბევრი რამე